ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთან ზაზა ბიბილაშვილთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს, რომელიც დღეს საქმის კურსის სტუმარია. მოგესალმებით, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მინდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესების შეფასებით და მათ შორის ინვესტორების განწყობებზე. რას ამბობენ ბიზნესები, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, ასე ვთქვათ, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო და ამ მიმართულებით გვახსოვს კეთდებოდა შეფასებები, იყვნენ ინვესტორები გარკვეულწილად დაკვირვების რეჟიმში. იყო რა თქმა უნდა პრეცედენტები, რომ გარკვეულწილად მათ გადაიფიქრეს კონკრეტული პროექტების დაწყება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაინც ისინი პროცესებს აკვირდებოდნენ. დღეს ამ მიმართულებით რა ხდება? რამდენად შეიცვალა, ასე ვთქვათ, მათი მხრიდან განწყობები, რაც მანამდე არსებობდა? მივესალმებით ელემაყურებელს, როდესაც ბიზნესზე ვსაუბრობთ, ბიზნესი აპრიორი თავისი არსით ყოველთვის ფრთხილია. ვინაიდან ის ყოველთვის ცდილობს პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და რაც არ უნდა ყევა მოხდეს თუ ცვლილება მოხდეს ქვეყანაში, ის ბიზნეს პროცესები, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს. ხო, ესე იყო ყოველთვის და ამ ხრივაც დღეს გვაქვს უნიკალური ვითარება. მე არ მახსენდება სხვა შემთხვევა, როდესაც ბიზნესი ასე მასობრივად და ასე ღიად გამოხატავდეს თავის პოლიტიკურ აზრს. და აქ ზუსტად იმაშია გასაღები, რომ როდესაც პოლიტიკაზე საუბრობს ბიზნესი, იმიტომ რომ ვიღაც პოლიტიზებულია, ან მიკერძოებულია, ან ვიღაცას ერჩის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ზოგიერთი. არამედ იმიტომ, რომ ბიზნესი ხვდება, რომ თუ ჩვენ ამ გზაზე დავრჩით, მაშინ არანაირ ბიზნესზე, როგორც ჩვენ გვესმის ეს სიტყვა, თავისუფალ ბიზნესზე და მეწარმეობაზეა საუბარი, აღარ იქნება საუბარი ამ ქვეყანაში, ჩვენთან იქნება რაღაც დიქტატორული თუ ავტორიტარული სტილის ბიზნესი, ანუ ვიღაცასთან უნდა დალაგდე და მე ის მოგცემ საშუალებას, რომ შენ რაღაც რაოდენობის ფული გააკეთო, რაღაც სანაცვლო ხარკის გადახდის საფასურად, ხო? აი ეს ვითარებაა დღეს და შესაბამისად ის ბიზნესი, რომელიც თავისუფალია, ვიმეორებ, ძალიან ფრთხილობს და საკმაოდ აქტიურია ისინი, რომლებიც განცხადებებს არ აკეთებენ, ბევრი მათგანი რუსთაველზე დგას ყოველდღიურად, ხო, ესეც უნიკალური მოვლენაა და ეს მიუთითებს იმაზე, რამდენად საკვანძო ეტაპზე ვიმყოფებით ჩვენი ისტორიის. რაც შეეხება იმ ახალი ბაზრების ძიებას, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს მართლა საინტერესოა და ორი კომპონენტი აქვს ამას. ეხლა აბუ-დაბიში მეორედ არისო პრემიერი, ეგრეთ წოდებული პრემიერი აუცილებლად დავამატოთ. ერთი ისაა, რომ აბუ-დაბი ერთ-ერთი ის ძირითადი მიმართულებაა, სადაც ქართული ოცნების ჭყალებში ელიტამ თავისი შავი ფული გადააბანდა, ხო? ის ფული, რომელიც მათ გამოიტანეს დასავლური იურისდიქციებიდან და ბანკებიდან, გადამალეს თუ გადაუმალეს სანქციებს, ან მოსალოდნელ სანქციებს, როგორც ჩვენთვის ცნობილი არის, მნიშვნელოვან წილად ზუსტად აბუ-დაბის და მსგავსი იურისდიქციებისკენ მიედინება. შესაბამისად, პირად თემებს ალაგებენ, ხო? პირად საკითხებს ალაგებენ და ეს ქვეყანასთან კავშირში არ არის. მეორე, ასევე ახსენეთ, ეს 6 მილიარდიანი მოსალოდნელი ინვესტიცია, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ, ნუ ამაზე ძალიან მეღიმება ხოლმე, იმიტომ რომ უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი დაპირებებით, ანუ რაღაც აი აპრიორი ხალხური რამდენად რეალური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ გახსოვს რამ დაახლოებით მე მგონი 10 წლის წინ იყო, მათ შორის კონკრეტულად ასე ვთქვათ ამ ქვეყნიდან იყო ინვესტიციას საუბარი, რომ თითქოს ქვეყანაში რაღაც ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების შეანაცვლების პროგრამა იყო დაანონსებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პროგრამა მაშინ მე პირველად გამახსენდა არის თანაინვესტირების ფონდის შექმნა. თანაინვესტირების ფონდი რო შეიქმნა საქართველოში, გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს არის 10 მილიარდიანი ფონდი, ასეთი რაღაც ჯერ სამ ქვეყანას არ უნახავს, აქ ბიძინა ივანიშვილის ფულიც იქნება, სხვების ფულიც იქნებაო და სად არის საბაის 10 მილიარდი და ივანიშვილის გარდა კიდე სად არის სხვა ინვესტორი, ხო? როგორც აღმოჩნდა, ეს არის ერთი ოლიგარქის პირადი ბიზნეს ინტერესების სამჭედლო, რომელსაც ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურები. ანუ როდესაც სახელმწიფო მიდიოდა და მთავრობა წარადგენდა საინვესტიციო პროექტებს, რეალურად ერთი ადამიანის ბიზნეს ინტერესებს ლობირებდა, უბრალოდ ამას აკეთებდა როგორც სახელმწიფო. და იქ 10 მილიარდი არავის უნახავს. ძალიან საინტერესოა და ტიპიურია, ვიმეორებ, როდესაც ისინი რაღაც დაპირებას გვასაღებენ როგორც ფაქტს. არასდროს მოვიწყდება, როდესაც აი ცნობილი ჩანაწერი გამჟღავნდა პრესაში და მედიაში გაჟონა ივანიშვილის დაკითხვის სცენარო იყო, სადაც ის ღარიბაშვილზე მაშინდელ პრემიერზე ამბობდა, რომ ავიც ფინანსები მაგან არ იცისო, იურისპრუდენცია მაგან არ იცისო, პრინციპში არაფერი არ იცისო და აბა ვინ არისო, თქვენ თანაშემწე არისო, მდივანი არისო და რა ვიცი, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ხო? ეს ჩანაწერი რო გავიდა საზოგადოებამ, რო ნახა ამის შესახებ, მე მგონი პარასკევი იყო თუ შაბათი იყო და ყველა ელის აბა რა მოვა ორშაბათი და რა სიტყვის მთავრობა. გამოვიდა მთავრობა ორშაბათს და თქვა რომ ამ წელს საქართველოს მშპ ერთსულ მოსახლეზე იქნება რაღაც
ძალიან მაღალი ციფრი. და უცბად ყველანი შემოგვაბრუნებს, ყველამ დაიწყო მსჯელობა, აბა იქნება თუ ვერ იქნება, რამდენად რეალისტურია და ასე შემდეგ. აპრიორი შემოგდებული თემა იყო. მათ შორის თვითონ მოცულობაც აჩენს კითხვებს, თვითონ ეს 6 მილიარდი, იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ, შტამბეჭდავი თანხაა და რამდენად შეიძლება შტამბეჭდავი იქნებოდა, ხო და თითქოს აი ეს თაღლითობაც ამაშია, რომ 6-ია, რაღაცაი თითქოს აი დათვლილია. როგორც ივანიშვილი დევნილებს ხვდებოდა და ესეც უნდა ვახსენოთ აუცილებლად აი ზოგადი ფონის გასათვალისწინებად, რამდენიმე დღის წინ დევნილმა ზამირ კვეკევსკირმა თავი დაიწვა დევნილთა სამინისტროს წინ და არაფერი არ ხდება. ანუ ვითომც არაფერი. და მე მახსოვს ძალიან კარგად ივანიშვილი როგორ ხვდებოდა დევნილებს და აი ჩამოყალიბებული თაღლითივით როგორ უხსნიდა, არ მხოლოდ პირდებოდა რაღაცას, არამედ უხატავდა. მეო დათვლილი მაქვს, რომ თქვენი პრობლემების სრულად გადაჭრასო, ჭირდება არანაკლებ 4, არა უმეტეს 6 მილიარდი დოლარისაო. ესო დათვლილი მაქვს, ზუსტად ვიციო, რამდენი სახლი უნდა აშენდესო, როგორი უნდა იყოსო სახლიო, ძალიან დიდიო არ უნდა იყოსო, როგორც ქართველებს გვჩვევიაო. აი 3-4 ოთახიო, ეზოთ ძალიან დიდი არაო, რა იქ ხეხილი ქონდეს, აი დაუხატა თაღლითო, წარმოადგენინა ადამიანის თვალებში იმედი ჩასახა და მე ჩვენ ვართ 12 წელს და 13 წლის თავზე ვითარებაში, როცა დევნილი თავს იწვავს და თავრობა არაფერს არ აკეთებს აბსოლუტურად, ხო? დღესაც ეს ვითარება იპოდრომის მაგალითის გავიხსენოთ, რომელიც 3ჯერ გადასცეს, კამპანიურად გადასცეს. რეალურად კი არა, იმედმა კამპანია აწარმოა, რომ იპოდრომს ბიძინა ივანიშვილი გადასცემს თბილისს და რა მაგარი ქველმოქმედია და დიდი მადლობები აღტევინეს ვიღაც დაქირავებულ ექსპერტებს და სინამდვილეში რა მოხდა, რომ იპოდრომის დიდი ნაწილი ისევ გაყიდა ამ კაცმა, იქ ისევ კორპუსები დაემატება და პარკს რაც შეეხება ეს პარკის შენებლობა. ხო, რა ვიცი, პარკის შენებლობა გვქვია, ერთი ტრაქტორით გარს და არაფერი არ ხდება, ხო? იგივე ბედი ეწევა ამას. გადაფარვა, ასე ვთქვათ, იმ პრობლემების, რაც რეალურად გვაქვს თუნდაც ინვესტიციების ჭრილში. ამერიკასთან, ევროპასთან შეიძლება ამით ხდებოდეს, ცდილობდეს ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნება, რომ გადაფაროს ეს რეალური პრობლემები და თუნდაც აი ამ ვიზიტით, უკვე მეორედ ხდება, ასე ვთქვათ, ამ ვიზიტის დაგეგმვა, მათ შორის იმ ინვესტიციის გაჟღერებით და ანონსით, აი ეს ერთგვარი გადაფარვის მცდელობაა, როგორ ფიქრობთ და არა რეალური და ხელშესახები რაიმე? ხელშესახები არ მგონია, ხა შეიძლება პატარა ინვესტიცია წამოვიდეს, მაგრამ აქ საუბარია პოლიტიკურ გადაფარვაზე, რა თქმა უნდა, და ასევე საუბარია იმაზე, რომ აქცენტი გადაიტანონ დასავლეთთან ურთიერთობიდან აღმოსავლეთისკენ. ახლა მე აღმოსავლეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბიზნესი ბიზნესია, ინვესტიცია არის. თუ ქვეყანაში თავმოყარე ხელისუფლება არსებობს, რომელიც ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით ხელმძღვანელობს, მაშინ, რა ვიცი, ნებისმიერი იურისდიქციიდან შეიძლება ინვესტიციის მიღება. თუმცა ეს სხვა შემთხვევა არის, ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ თავისი თავი გადაირჩინოს, აი ამ ავტორიტარული და, არადემოკრატიული ქვეყნებიდან შემოსული თანხებით და ეს თანხები არ არის ის თანხები და ეს ინვესტიციები, რომელიც აისახება ადამიანებზე ზოგადად წინსვლის თვალსაზრისით. ეს იქნება საკმარისი, რომ უბრალოდ ამ ადამიანებს ისე არ მოშივდეთ, რომ აბუნტდნენ. მე ძირითადად ისევ მათ მომხრეებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ვინც ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, მათ როგორც თქვენ თქვით, ან 5000 ლარით აჯარიმებენ, ან სამსახურებიდან ყრიან პოლიტიკური ნიშნით და ან ისედაც არ აქვთ ამ ადამიანებს სამსახური და ეუბნებიან, რომ აბატონო, ხო გვაქვს ჯერ კიდევ ვიზა ფრი და წადი ევროპაში და მიხედე შენ თავს. აქედან გამომდინარე, ამ მინიმალურზეა საუბარი და საუბარი იმაზე, რომ რაღაც ეს შეცვლის ქვეყანაში ვითარებას არასერიოზულია. ვინაიდან პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ არის მიმდინარე პრობლემა, არ არის რაღაც კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე პრობლემა, არამედ ფუნდამენტური პრობლემაა. ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია, აღარ გვაქვს დემოკრატია ამ ქვეყანაში, აღარ გვაქვს სასამართლო ამ ქვეყანაში. ცუდი სასამართლო კი არ გვაქვს, როგორც ადრე ქონდა. აღარა გვაქვს აი სასამართლო ამას უბრალოდ ქვია ფორმალურად აი ამ პროცესებიდან გამომდინარე მესმის რომ მოლოდინებზე ზოგადად საუბარი ძალიან რთულია მაგრამ აი რა სცენარებზე შეიძლება ვისაუბროთ თუნდაც საინვესტიციო ჭრილში ეკონომიკურ ჭრილში რა მოვლენების განვითარების რა სცენარები შეიძლება იყოს იმიტომ რომ სხვა შეფასებები კეთდება და მათ შორის არც თუ ისე მარტივია პროგნოზის გაკეთება ამ ვითარებაში იმიტომ როგორც მანამდე ვახსენე 2 თვეზე მეტია უკვე ეს პროცესები მიმდინარეობს აქტიურად ყოველ შემთხვევაში კი პროგნოზები ძალიან საშუალო საქმეა და მე პირადად ყოველთვის ვერიდები, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რა ვითარება გვაქვს დღეს. ვითარება კი იმგვარია, რომ ივანიშვილმა და იმ ძალებმა, რომლებიც ივანიშვილის უკან დგანან და ეს არ არის რაღაც მითიური, უცხოური ძალები, ეს არის რუსეთი, ერთი კონკრეტული ძალაა, ეს არის ოკუპანტი სახელმწიფო. მათ ისეთი ვითარება შექმნეს საქართველოში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია კომპრომისის მოძებნა.
ანუ ჩვენ არ ვართ იგივე 2003 წელს, როდესაც შევარდნაძე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და გადადგა. ხო შეიძლება არ უნდოდა, მაგრამ გადადგა, გააგრძელა ცხოვრება, წერა მემუარები, ვისკის წრუყვა და ასე შემდეგ. იგივე 2012-ში ხელისუფლებამ დემოკრატიულად, არა მხოლოდ დემოკრატიულად და არჩევნებით, არამედ ორგანიზებულად გადააბარა ძალაუფლება იმ ძალას, რომელმაც მაშინ არჩევნებში გაიმარჯვა და დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ყველა მიხვდა, რომ ესენი უბრალოდ არ წავლენ. და ამის აღიარება უკვე აღარ არის უხერხული, ადრე მაინც უხერხული იყო, ხო, თითქოს აი ამ აზრის გაჟღერება, რომ როგორ არ ესე იგი არჩევნებს აზრი არ აქვს, აღარ აქვს აზრი. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ნიშნავს, რომ არჩევნები არის ფორმალობა. ეგრე არჩევნები იმართება ბელარუსშიც, იმართება ვენესუელაშიც, იმართება რუსეთშიც, მეტიც, ანუ ამ ქვეყნებშიც არის ინსტიტუტები, ხო, სასამართლოს, ანუ რაღაცა სასამართლო ქვია, რაღაცას პარლამენტი ქვია, მაგრამ იგივე ვითარებაა ჩვენთან. ეს იქცა ფორმალობად და შესაბამისად ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებული ნულოვანი თამაშის პირობებში, შედეგის პირობებში, როდესაც ან ისინი იქნებიან სულ და ჩვენ არ გვექნება არაფერი, არც დემოკრატია, არც ევროპა, არც სუვერენიტეტი, არც კეთილდღეობის მიღწევის საშუალება და ხალხი გაიმარჯვებს და მაშინ აქ საღიაზრი დაბრუნდება და საღიაზრი ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება აზრის სხვადასხვაობა, დებატები, რავის მემარჯვენე, მემარცხენე დისკურსი დაბრუნდება, ხო, სად ვიყავით, ეხლა რო ვიხსენებ, მეცინება, საუბრობდით გადასახადის განაკვეთი რა უნდა ყოფილიყო, როგორი მოდელით უნდა განვითარებულიყავით და ეხლა ვართ გამოქვაბულში, საიდანაც ყველა ქართველი ხალხი ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავი ამოვითრიოთ, ასე ვთქვათ, ქეჩოთი. მადლობა ძალიან დიდი ტრადიციულად საინტერესო შეფასებებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ჯაჭვების ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი.